სერიალის გადამღები ჯგუფიდან იგივე მონდომება იყო საჭირო, რაც დიდი ნილოსის ნიანგისგან. ასევე გასათვალისწინებელია გადაღების დრო. დინარის დონე მაქსიმალურად დაბალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს არ მოხდა და მდინარე ადიდდა. სიტუაცია ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყო. დინარე ძალიან ადიდდა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დინარე გრუმეტი იქნებოდა ნიანგებით სავსე და ახლა კი ისინი ალბათ 20-30 მეტრის რადიუსზე გაიბანდნენ. თელს მდინარეში ასე რომ ჩვენ ორ რამეს ველოდებით. სანამ ნიანგები ერთ ადგილას შეიკრიბებიან და გნუს ჯოგი მოვა მდინარემდე. მარკის გარდა პატარა ჯგუფში ადგენს მისი ვაჟი, ჟაკა. მისი ცოლები კიდევ ერთი ოპერატორი. თქვენც უთვალთვალებთ? დიახ, ვუყურებ როგორ დგანან ჩემი ქმარი და შვილი დიდი ამღვრეული ნიანგებით სავსე მდინარის წინ. თქვენ შეიძლება ოჯახის დიდი ნაწილი დაკარგოთ, უფრო ყურადღებით თუ არ იქნებით. ის შესაძლოა ნახევარი ჩვენგანი გაქრეს კიდეც. ეს ნიანგები შეიძლება მოგვეპარდონ ამ ბინძური უხილავი წყლიდან ნაპირზე, ამიტომ გადაღებას ერთი ოქროს წესი აქვს. წყლიდან 1 მეტრის მოშორებით დგომა. ჯგუფი პირველ თავშესაფარს აწყობს, მაგრამ მალევე გადაღების სურვილი დაკარგეს. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ წყალმა კოჭიბამდე მოაღწია წყალში რომ დარჩენილიყავი. ის მიწაზე ნამდვილად არ იწვებოდა. გარავთან არ მივალთ, რადგან მისი მეგობრები შესაძლოა ზღუდესთან გველოდებოდნენ. გნუს ლოდინი უფრო დიდხნიანი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ. ნიანგები მიეჩივნენ მოთმინებას, ასე რომ ჩვენც უნდა გამოვავლინოთ ჩვენი მოთმინების უნარი. ჯგუფმა დატოვა გადაღების ადგილი. ისინი მიგრირებული გნუს ჯოგების მოახლოების დროის გასაგებად აფრინდნენ. ჯობია იმ მხრიდან მივახლოვდეთ, რომ რაოდენობა გავიგოთ. გადაიბარებ? კი. ხანდახან მიგრირებული გნუს ჯოგის პოვნა არც ისე ადვილია. აქ უამრავი ანტილოპა, მართლა? დიახ, მოდიან დინარესთან შორს ვართ? 70 მილში. გრუმეტიმდე შორია, მაგრამ გნუს ჯოგების სწორი მიმართულებით მოძრაობენ. გრუმეტიმდე შორია, მაგრამ გნუს ჯოგების სწორი მიმართულებით მოძრაობენ. ჯოგები ჯერ შორსაა, ამასე რომ რაიმე საინტერესოს გადავიღებთ ამ ნიანგების ცხოვრებიდან. საჭიროა მოიძებნოს ყველაზე დიდი დომინანტი ნიანგი, რომ გადაღება უფრო გაადვილდეს. რადგან ყველაზე დიდ ნიანგს ეყოფა ძალა გნუს დასაჭერად. ფილმის ვარსკვლავის მოსაძებნად მარკი და ვიკი მათ ტერიტორიულ თვისებებს აფასებენ. დღეს მზიანი დილაა და მეც იმედებით ვარ სავსე. მაგრამ მთელი დღის მანძილზე მარკი მხოლოდ ერთ ნიანგს ამჩნევს. მან მთელი დღე მიწაზე გაატარა სადღაც 7 საათი. მოთმინება. ვიკისაც საინტერესო არაფერი გადაუღია. როდესაც ეს ადგილი ვიპოვნეთ, აქ ყველგან ნიანგები იყო. ახლა კი რამდენიმე საათი აქ ვარ და არც ერთი მათგანი არ ჩანს. ერთი კვირა გავიდა და მარკმა და ვიკიმ დომინანტი ნიანგი ვერ იპოვნეს. მაგრამ გნუზე სიახლეები ოპტიმისტურ განწყობას ქმნიდა. 34 მილი. ისინი ახლოს არიან. ხოლო ნაპირზე ყველაფერი ფილმივით გრუნტის დღე იყო. ნიანგებთან სულ ასია, ან ყველაფერი, ან არაფერი. და როგორც ხვდები, დღესაც ჩვეულებრივ სამებრ არაფერი იყო. არაფერი ხდება. უმოძრაო ნიანგების ყურებამ გუნდი მოაწყინა. როგორც საღებავის შრობის პროცესის ყურება. ეს უსარგებლო იყო. ნიანგები არ მოვიდნენ. არა. გუნდი უკეთესის მოლოდინშია. გადიდებული მდინარეც კარგის მომასწავლებელია მათთვის. ეს ყბა დიდი ნიანგის იყო, დაახლოებით 5 მეტრის. ძიმია.
And they're down there. ქვევით. დინარის დანასიახლოს არ მიხვიდეს საყვარელო. ისინი იქ იცდიან. I got too excited. გამყვის დანახვა შემაშინა. And with the water წყალი იკლებს და ნიანგებიც ინტენსიურები ხდებიან. among the crocs. Well, that felt so ეს ამდენი კვირის მანძილზე დღეს ხდება. თითქოს იგრძნობა ენერგია, რაც აქამდე გროვდებოდა. that hasn't been there for weeks. And it isn't long ჯგუფი პოულობს დომინანტ ნიანგს. croc. In the big ეს territory. მამრი ნიანგი აქაურობის ბატონ პატრონია. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ისინი ადირებს. Display. ძალიან აქტიურია დღეს. პატრულირებს. თავს იჩენს. With a big croc დიდი ნიანგი მთავარი როლისთვის ნაპოვნია. ახლა კი მათ გნუს ჯოგი უნდათ. Mark and მარკი და ვიკი ჰაერში აფრინდნენ, რათა მათი ადგილმდებარეობა შეამოწმონ. მაღლა ისინი ჰორიზონტიდან ჩანან. როგორც ჩანს, ნიანგები მართლაც ისე უსმებენ. მართლაც კარგი არა ვიკი. the wildebeest გნუს ჯგუფს ერთ დღეზე ნაკლები დარჩა გრუმეტის მდინარემდე. მარკი და ვიკი პოზიციებზე არიან მდინარის ორივე მხარეს. side of the river. ჩვენ ხედავთ, როგორ ნერვიულობენ. გნუ ჯოგი წყალთან მიახლოვებისას. დაძაბულობა მატულობს. წარმატების საწინდარი კარგი რეაქციებია. Success როგორც ნიანგებისთვის, croc ასევე გადამღები ჯგუფისთვისაც. reactions. For the big croc, დიდი ნიანგისთვის პირველი ნადირობა წარუმატებლად დასრულდა. Easy to have. მარტივია გეცოდებოდეს ცხოველები, რომლებზეც ნადირობენ, მაგრამ ჩემი სიმპათია ახლა Say that in this instance, ნიანგების მხარესა. sympathies are all with the crocs. ჩვენ ნახეთ, როგორ შემშილობდნენ მთელი თვის მანძილზე They've had nothing to და do ასე მათ მთელი წელი with გაძლეს. the experience for the last year. and რამდენიმე დღეში გნუს ჯოგი დაბრუნდა. wildebeest return. ახლა შუა დღეა. ძალიან დამწყა, მაგრამ გნუს ხმები მესმის. Okay, let's ის უფრო ახლოსა. get further. Come on. ახლა რაღაც მოხდება. ნიანგს ხედავ. There. Crocs right ზუსტად მის წინა. Oh, God, you can see the croc. ხედავ, It's a- ის თავდასხმისთვის ემზადება, მაგრამ dark shape in there. There's something there. Aye. it is. Whoa. ისე ვერ დაიჭირა. Yeah, need somebody ამ else. დროს მოტკვება სჭირდებათ. They don't feed now, then they're in dire straits. აი კიდე მოდიან. სკორველი მათ სისულელეებს შეადენინებს. ხედავ ერთ-ერთი მუხლებამდე როგორ შევიდე წყალში. მიდი, შეძლებ. Got two there now. კიდევ ერთი ნაბიჯი. Knees next to them. Come on. მიდი, მოახერხებ. Just one foot ერთი ნაბიჯი. further out. მეტი არ სჭირდება ნიანგს. Ooh, yeah, yeah. მიდი. There it goes. აი ასე. Well, that was amazing. ეს გასაოცარი იყო. It suddenly happened. ეს იყო უბრალოდ მოულოდნელად The crocs were underwater. იმის გარკვევა თუ სად იყო ნიანგის საშინელება იყო. ნამდვილი საოცრება იყო. თავიდან არაფერი, მაგრამ მე მთელი ნაპირი გნუს ჯოგით შეივსო და ერთ-ერთი დაიჭირა. მე კი ყველაფერი გადავიღე. ყველაფერი.